მესამედ ალიკა ბალახაშვილის სახელობის ტურნირში გამარჯვება უდის ნომერ 1 საჯარო სკოლას ხუთაწილად. მინი ფეხბურთის ფინალში ერთმანეთს ამავე სკოლის პირველი და მეორე საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ. თამაში, რომელიც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამარჯვება დიდი უპირატესობით პირველმა საჯარო სკოლამ მოიპოვა. მესამე ადგილზე ენთლის გუნდი გავიდა, გარდამავალი თასი კი წელსაც უდის პირველ საჯარო სკოლაში დარჩა. დღევანდელ დაპირისპირებას კი ძნელი, როგორც გითხრა, ძალიან რთული იყო არა, მაგრამ მაინც არ გაგჭირვებია, რაც და ეს ტურნირი მოიგო უდის პირველ საჯარო სკოლამ და გახარებული ვარ, რომ მე ვიყავი ერთ-ერთი ამ უდის პირველ საჯარო სკოლის გუნდის მონაწილე. ძალიან გმაყოფილები ვარ ჩვენი გუნდი, საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, მაგრამ მეორე ადგილი მაინც დავიკავეთ. ღონისძიების დასასრულს სტადიონზე შეკრებილმა სტუმრებმა და სოფლის მაცხოვრებლებმა ტურნირის მიზანზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ ომში გმირულად დაღუპული ახალგაზრდების სახელები თითოეულ ქართველს უნდა ახსოვდეს. ამ ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, ვინ არის მათი პედაგოგი, ვინ გაზარდა მან, როგორი გმირიშვილი გაზარდა და არ ვიცით ჩვენ ხვალ როგორი იქნება ჩვენი ქვეყანაში მდგომარეობა. თქვენ ყველანი პატრიოტები უნდა გაიზარდოთ, კარგი ფეხბურთელები, კარგი ვაჟკაცები და ქვეყნის მოყვარულები. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის ტურნირი უკვე მე-7 წელია იმართება. მას ორგანიზებას გარდაცვლილი ახალგაზრდის მამა უწევს. გურამ ბალახაშვილის თქმით, ტურნირი კიდევ ერთ მიზანს ემსახურება. ჩემპიონატის საშუალებით ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება ხდება. ტურნირის მიზანი არის გმირი ვაჟკაცი ბიჭის გადავიწყება. მომავალთაობებმა ხომ უნდა იცნობდეს და იცოდნენ 2000 წელში რა ვაჟკაცი ბიჭი ხავდა და სამშობლოსათვის რა გმირობა ჩაიდინა. 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცის სახელობის ტურნირში მონაწილეობას ლელოვნის, ენთლის, არლის, ბენარის, ბოლაჯურის, უდის პირველი და მეორე საჯარო სკოლის გუნდები იღებდნენ. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს თასები, სიგელები და მედლები გადაეცათ. ასევე გამოვლინდნენ ნომინაციებში გამარჯვებულებიც. ჩემპიონატის ორგანიზატორი ტურნირის გამართვას მომავალ წელსაც გეგმავს.